სავიზო მიმოსვლა თითოეული ქართველისთვის არის უმნიშვნელოვანესი. აქ არ აქვს მნიშვნელობა ქოცი იქნები თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი რა. ეს ეხება ყველას. მაგალითად, ჩვენ რო სასწავლებლად მივდივართ ევროპაში, უვიზო და სირთულეები არ გვაქვს. ჩვენ რო ჭირდება მედიცინის ხრივ წასვლა და კურნალობის ხრივ წასვლა ევროპაში და მივდივართ ესე მარტივად. როდესაც უბრალოდ მოგზაურობა გვინდა და ჩვეულებრივად ბილეთს ვიყიდით და წავალთ, ან სამუშაოდ ძალიან ბევრი ქართველია დღეს წასული საზღვარგარეთ, ხო, და მარტივად გადადიან და ბრუნდებიან. ხო, ეს ყველაფერი არის უვიზოს დამსახურება და ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ამიტომ ყველას ეხება აბსოლუტურად ეს სოფელში მცხოვრები ადამიანიდან დაწყებული დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ანუ აბსოლუტურად ყველას რა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი აქ უნდა შედგეს საზოგადოების კონსოლიდაცია და უნდა გავიაზროთ ის, რომ შესაძლო უვიზო მიმოსვლის დაკარგვა არის ქართული ოცნების კისერზე თავიდან ბოლომდე, რადგან მან არაფერი არ შეასრულა, რასაც სთხოვდნენ რეკომენდაციის სახით ჩვენი ევროპელი მეგობრები.